რა შედეგით დასრულდება საპატრიარქო ტახტის არჩევნები და ნიშნავს თუ არა მეუფე შიოს 20 ხმა იმას, რომ ის დიდი ალბათობით 142 პატრიარქი გახდება. მთავრობის ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესი ჯერ დასრულებული არ არის და ყველაფერი დიდ კრებაზე გადაწყდება. სულ 3 კანდიდატია: მეუფე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. ასევე გაირკვა, რომ მიტროპოლიტი ისაია თავს პატრიარქობის კანდიდატად ასახელებდა, თუმცა უარი უთხრეს. ამ თემაზე ჩემი კოლეგა დია ბაძაღუა მუშაობს, სწორედ ის გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. დია გისმენთ. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას პატრიარქობის 3 კანდიდატი ჰყავს, თუმცა მათ შორის არ არის ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია ჭანტურია. მიუხედავად იმისა, რომ მას ამ არჩევნებში მონაწილეობა სურდა. გუშინდელი სინოდის ხდომის შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ხდომის ოქმი და მასთან ერთად წერილი, რომლითაც მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის წევრებს ხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე 24 აპრილს მიმართა. წერილში მღვდელმთავრებს არგუმენტები გააცნო, თუ რატომ არ უნდა შეეზღუდათ ის იმის გამო, რომ არ აქვს სასულიერო სემინარიის აკადემიური დიპლომი. მან აღწერა ის მიზეზით, რის გამოც ვერ შეძლო აკადემიური სასულიერო განათლების მიღება. ვიდრე უშუალოდ მეუფე ისაიას წერილს გაგაცნობდეთ, გეტყვით იმას, რომ ჩვენ საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციის დასაზუსტებლად კიდევ ერთხელ დავუკავშირდით საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს, რომელმაც გვითხრა ის, რაც გუშინდელ ხდომის ოქმშია მითითებული, რომ მღვდელმთავრებმა იმსჯელეს იმ სადავო განათლების ცენზისა და ასაკობრივი ბარიერის კრიტერიუმებთან დაკავშირებით და არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებასთან მიმართებით და დაადგინეს, რომ მართვა-გამგეობის დებულება ინტერპრეტაციას არ ექვემდებარება. შესაბამისად, როგორც საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციიდან ვიგებთ, ხდომაზე არც მეუფე ისაიას წერილი განხილულა. როდესაც 1995 წელს მინდა სინოდის თანხმობით ხელი დამასხეს ეპისკოპოსად. ეკლესიამ ამით დაადასტურა ჩემი მზაობა მღვდელმთავრობისათვის. ეპისკოპოსი თავისი არსით არის ეკლესიის მასწავლებელი. თუ მღვდელმთავარი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ეპარქიის სამართავად და სინოდის წევრობისთვის, ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქო არჩევნებშიც. ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვერ სწრებოდი, რეალურმა ვითარებამ აკადემიური სწავლის ნაცვლად სამონასტრო მსახურებისა და უშუალოდ ეპარქიაში მოღვაწეობისკენ მიბიძგა. მიმაჩნია, რომ 10 წლების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სურს დავაყენო ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილებით მი არ ვეძებ პატივს, არამედ სურს დავიცვა პრინციპი, რომ მღვდელმთავრის მსახურების ნაყოფი და ეკლესიისადმი ერთგულება მისი კომპეტენციის მთავარი საზომია. სინოდის ოქმის მიხედვით იყო კონკრეტულ კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობა, ანუ ცალკე მეუფე ისაიას წერილი არც განხილულა, შეგვიძლია ასე ვთქვათ? აი ნახეთ, რაც წერია ოქმში, ეგ არის ოფიციალური განაცხადი სინოდის შემდგომ. რა გახდა ამის მიზეზი? არ წერია, რა ვიცი, არ წერია. თუმცა მეუფე ისაიას წერილში ჩამოთვლილი ჰქონდა კონკრეტული არგუმენტები, რომ მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ეკლესიის მართვის. ვერაფერს ვერ გეტყვით ახალს, ხო? ანუ ის, რომ აკადემიური დიპლომი არ აქვს ოფიციალურად, ეს გახდა მიზეზი უარის თქმის, ასე გამოდის, ხო? ისი უარის თქმის, მან სხვანაირად არის ფორმულირებული. მან არის, რომ წესდებით, რაც არის მართვა-გამგეობის დებულებაში დაწერილი, მოთხოვნილი არის განათლება. დიახ. და თუ კი არსებობდა აქ სხვადასხვაობა, საბოლოოდ შეჯერდა სინოდი იმაზე, რომ ზუსტად უნდა მიიყვნენ იმას რაც წერია. ჩვენ თეოლოგებს ვკითხეთ, თუ რამდენად მართებული და სამართლიანია, რომ ფორმალური ჩანაწერის გამო მეუფე ისაიას სინოდმა არ მისცა საშუალება მონაწილეობა მიეღო და დაესახელებინა საკუთარი თავი პატრიარქობის კანდიდატად. ისინი თვლიან, რომ მღვდელმთავრისთვის, რომელსაც ეკლესიის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, უსამართლობაა აკადემიური დიპლომის უქონლობის გამო უარის თქმა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მეუფემ ამის საფუძველი და მიზეზები დეტალურად განმარტა. ოკუპირებული ეპარქიის მღვდელმთავარი არის. ფაქტობრივად მისი ეპარქიის 80%, 90% ოკუპირებულია და დაწყებული მისი მონასტრული ცხოვრების პირველი ეტაპისა, როდესაც მან ეს როგორც ვიცი, სოხუმში დაიწყო და შემდგომში მიტროპოლიტ დანიელთან ერთად მოუწია ჭუბერის გადმოლახა
ქართველ დევნილებთან ერთად, აი ეთნიკური წმენდის და აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, ამას დაერთო, რომ ის 95 წელს გახდა მღვდელმთავარი და გაიგზავნა აი ესეთ რთულ რეგიონში, მით უმეტეს დღეს არის რთული და ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ 95 წელს, როდესაც ეკლესიას არანაირი რესურსი არ ჰქონდა და იქ ერთ-ერთი პირველი სასულიერო პირი იყო და აღადგინა ფაქტურად ეპარქია, მას არ ჰქონდა საშუალება რომ ესწავლა და ამავდროულად თვითონ უშუალოდ სინოდის წევრებს შეეძლოთ იკონომიის პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანი საეკლესიო ინსტრუმენტი არის, რომ რაღაც უკეთესის ეკლესიისათვის, ადამიანის სულებისათვის მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ ამ შემთხვევაში დაეშვათ და გაეთვალისწინებინათ მისი საკმაოდ არგუმენტირებული პოზიციები. მე მიმაჩნია, რომ ეს არჩევნები არ იყო თანასწორი, იმ გაგებით, რომ მასში მონაწილეობდა მოსახლე, რომელსაც საკმაოდ ძალაუფლება ჰქონდა იმისათვის, რომ გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. შესაბამისად, შედეგებით სახეზე გვაქვს, მან მიიღო ძალიან ბევრი ხმა, რაღაც არაბუნებრივად ბევრი ხმა, რაც განპირობებულია სწორედ იმ ძალაუფლებით, რაც მას ჰქონდა ბოლო 9 წლის განმავლობაში და იმ პატივით, რაც ჰქონდა მოსახლეობის გამო. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი და არჩევნებს წარმოაჩენს როგორც არასამართლებრივს და არათანასწორს. მე ვფიქრობ, რომ ეპისკოპოსებმა მომავალ არჩევნებზე ეს უნდა გაითვალისწინონ, დასკვნით არჩევნებზე და გააკეთონ სწორი არჩევანი. ძალიან სული შემზრული იყო მეუფე ისაიას წერილი, რომელსაც აბსოლუტურად უკანონოდ არ მიცეს უფლება, რომ კენჭისყრაზე დაეყენებინა თავის კანდიდატურა. გუშინ სინოდის ხდომაზე მღვდელმთავრებმა 3 საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩიეს, რომელთაგან ერთი საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქი გახდება. როდის აირჩევენ მას, ანუ როდის გაიმართება გაფართოებული საეკლესიო კრება, ჯერ ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა ვიცით ის, რომ წესით 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.